ჩვენ შევიკრიბეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რადგან როგორც აღმოჩნდა, რეჟიმმა გადაწყვიტა თავისი საკუთარი მოსახლეობა მოეწამლა და პასუხის ღირსიც არა ვართ თურმე რითი მოგწამლეს, რომ ჩვენ თვითონ მაინც უმკურნალოთ ჩვენს თავებს. ეს კითხვები ჩვენ გაგვიჩნდა, რა თქმა უნდა, 1 წლის წინ და ნამდვილად არავის არ ეძინა. ნამდვილად უამრავი ადამიანი წერდა პოსტს, მე ხელში მიჭირავს წერილი, რომელიცაც მიმართა ექიმა ვატო სურგულაძემ, მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით, რომ გაეცათ პასუხი რა ნივთიერება იყო გამოყენებული. ეს არის მათი პასუხი, რა თქმა უნდა, ისეთივე არაფრის მთქმელი, როგორცაც ეხლა გვცემენ პასუხს, ჩვენ გვაინტერესებს მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის მინისტრი უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და ზრუნავდეს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. რატომ არ აქვს არასოდეს პასუხი, რატომ არ ხვდება საქართველოს მოსახლეობას და რატომ არ ამბობს რა ნივთიერებები გამოიყენა ამ რეჟიმმა მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველაზე სავალალო ის არის, რომ ამ ჯანდაცვის სამინისტროს საბჭოთა ჯანდაცვა მაჯობა, რომ მაშინ შეძლეს მათ, რომ გამოეკულიათ ადამიანები რითი მოიწამლეს იმ რეჟიმის პირობებში. და ეხლა უნდა გამოიჩინოს ნება მინისტრმა და საზოგადოებას გასცეს პასუხი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მივაღწევთ საერთაშორისო გამოძიებას და მე იქნება ძალიან გვიან. თვალებს ვეღარ გაუსწორებენ საკუთარ მოქალაქეებს. მე აქვე მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ შემდეგ აქციაზე აუცილებლად ამობეჭდეთ თქვენი სურათები, თქვენი პოსტები, წერილები, რაზეც წერდით 1 წლის წინ. ჩვენ უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდით, რომ შეეძლოთ ქართველ ადამიანს, ქართველის წინააღმდეგ შხამი გამოეყენებინა. ერთადერთი ეს იყო განსხვავება, რომ კიდე ვერ დავეჯერეთ, თორემ ჩვენ ვეგონა, რომ ეს ნივთიერება იყო შეუსაბამოდ ბევრი და შეუსაბამო ჯანმრთელობისთვის. ეხლა ამ აღმოჩენის შემდეგ უბრალოდ სასოწარკვეთილი კი არ ვართ, გაბრაზებული ვართ, რადგან ქართველი პირველად უპირისპირდება საქართველოს და ყოჩახ ამ ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრს, რომ პასუხი არა აქვთ, რომ გასცეს მოსახლეობას.